7 ივლისია ორშაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ მე ვახო ხუზმიაშვილი ვარ. ბოლო ინფორმაციით თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, შოკის ხარისხი შემცირებულია, ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტნაკლებად აღდგენილია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება ყველა გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებები. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც, რომელიც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ცნობისთვის დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალში შეყვანილი იქნა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლის ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით რიჟვაძის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული. შემთხვევა საგარეჯოში ახვლედიანის დედის სახლში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით თორნიკე რიჟვაძემ სწორედ ახვლედიანის ტაბელური იარაღიდან მიიყენა ჭრილობა. გვიან ღამე შეიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში ბატონი თორნიკე, მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული, შესაბამისად ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები, ქირურგიული ოპერაცია იქვე ადგილზე, ყველა საჭირო პროცედურა იქნა განხორციელებული, საიმისოდ რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილიყო. ეს წარმატებით მოხერხდა, შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკვე აქ პირველ კლინიკაში გადმოყვანასთან დაკავშირებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც შემოყვანილი იქნა, ის ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ძალიან მძიმე ტრავმებია, რაც აუცილებელია სიცოცხლის გადარჩენისთვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, უკლებლივ ყველაფერი უკეთდება ბატონ თორნიკეს. ჭრილობას რაც შეეხება, ერთი ჭრილობა გახლავთ, რომელიც საბედნიეროდ მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია ეს ცეცხლსასროლი ჭრილობა. ამჟამად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებულად ინტენსიურად ხორციელდებოდეს მეთვალყურეობა ჯანმრთელობას და რელევანტური მოქმედებები ხორციელდებოდეს, რაც რეალურად უზრუნველყოფილია კლინიკაში. პაციენტი შემოყვანილი იქნა დღეს დილით დაახლოებით 7:30-ზე, გადმოყვანილი იქნა სხვა კლინიკიდან. მდგომარეობა შემოსვლას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ-გემორაგიული შოკის კლინიკა. ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია, ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტნაკლებად აღდგენილია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. დღესვე ტელეიმედმა თორნიკე რიჟვაძის წერილი შინაარსი გაავრცელა. ეს წერილი მათივე ინფორმაციით თვითმკვლელობის მცდელობამდეა დაწერილი. ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად დავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას, კორუფციას და ბარიგების მფარველობას, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით, მეც და მამაჩემიც. დავიღალე, დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს, მამა, შენ ნომერ პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში. დათა, კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე მაგდას და ელის. დედა, მიყვარხარ. მაპატიე ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონ ბიძინასა და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავს ჩემს ოჯახს. ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა, ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია და არავისთან პრეტენზია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარასა და საქართველოს. თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელება უსურვოთ და ვნახოთ დღევანდელი გადაცემის ანონსი. თვეების წინ ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მხოლოდ ქართული ოცნება მიიღებდა მონაწილეობას, არ დადასტურდა. გაირკვა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ლელო საქართველოსთვის, გიორგი გახარიას პარტია და გირჩი. დე-ფაქტო ხელისუფლებასთან დე-ფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია. ამის გამო ლელო რამდენიმე ლიდერმა დატოვა. გაირკვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებით დაკომპლექტებული კოალიცია ცვლილებებისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობას. ლელოსის გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაში საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ. ამ მრჩეველს მოაჩვენონ თითქოს ნაციონალური მოძრაობა
არ არის არჩევნებში წარმოდგენილი, სინამდვილეში ეს არის ერთი ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც გარედან იმართება. ვის რა პოლიტიკური ტაქტიკა აქვს? დღეს თავისუფალ სივრცეში იაგო ხვიჩია, სევდია უგრეხელიძე, ხათუნა ხოფერია. ხვდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. მაშასე სევდია უგრეხელიძესთან ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრთან უნდა დავიწყოთ საუბარი. საღამოშვიდობის ახალბატონ სევდია, მადლობა რომ მოხვდით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ხალბატონ სევდია, ესეთი პოლიტიკური ამბავი გვაქვს მოკლედ ქვეყანაში. ორი პოლიტიკური პარტია, ოპოზიციური პარტია ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, ორი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია, რომლებმაც გადალახეს ის არჩევნები, რომლებსაც თქვენ არ აღიარებთ, ისინი თანხმობას აცხადებენ, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობას. ანუ გამოვიდა ასე, რომ ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები, მოქმედი ნაციონალური მოძრაობის წევრები და ნაციონალური მოძრაობიდან წასულები, რომლებმაც შექმნეს ეს კოალიცია, ისინი აცხადებთ უარს. ანუ ნაციონალური მოძრაობა დარჩით მარტო ახლა? მოგესალმებით. ჩვენ ვთქვით საღამომშვიდობისა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ დღეს მშვიდობიანი დღე არ გათენებულა საქართველოში. მაგრამ ის საკითხი, სადაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, არის რა თქმა უნდა კარდინალური პოლიტიკური საკითხი და თქვენ შეფასებას არ ვიზიარებ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ყოფილი არიან ყველა პარტიაში და მათ შორის ქართულ ოცნებაში ძალიან ბევრი. მათ შორის გახარიასთან, მათ შორის ლელოში, ასე რომ ასეთი სეგრეგაცია, ხო ეს ძირძველი და ძირახალი ეს ვერ გეტყვით, ასე რომ ამ შემთხვევაში ამით ჩვენ ავყვებით მათ ნარატივს, რომ თითქოს სამყარო იყოფა, საქართველო კი არა, სამყარო იყოფა ნაციონალებად და ქართულ კოცებად. ეს ასე არ არის, მე ამას რა თქმა უნდა ვერ გავიზიარებ, იმიტომ რომ ეს ასე არ არის ფაქტობრივად და ეს არაფერ შუაშია. საქმე ის არის, რომ პარლამენტში არ შევიდნენ ის პარტიებიც და ბოიკოტი გამოუცხადეს და არ ითანამშრომლეს, რომლებიც ეხლა აპირებენ ამ არჩევნებში შესვლას და გაუგებარია მაშინ თუ არ ითანამშრომლეს, ეხლა იმავე წესკოსთან გავარესებული კანონმდებლობით, როდესაც არ არიან დამკვირვებლები, არ ჩამოდის ეუთო ოდირი, დამკვირვებელს არ აქვს საშუალება საერთოდ რაიმეს დააკვირდეს და უფლება არ აქვს შეუმოწმოს შემომსვლელს. აი, ასეთ პირობებში კანონმდებლობაა შეცვლილი, რატომ მიიღეს მათ ასეთი გადაწყვეტილება? რატომ თქვენი აზრით? დიახ, ეს ნამდვილად გაუგებარია ჩემთვის. პრობლემა იმაში არის, რომ თავისთავად რა თქმა უნდა სამართლებრივად, როგორც ისინი ამბობენ, რომ არ არის კავშირშიო ეს არჩევნები იმ არჩევნებთან. დიახ, ადგილობრივი თვითმმართველობა ქარტიის მიხედვით დამოუკიდებელია და კონსტიტუციით მოუწია არჩევნებმა, მაგრამ საქართველოში გარემო ხომ არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, კავშირში არ არის სამართლებრივად ობიექტურად, მაგრამ კონკრეტულად საქართველოს სიტუაციაში პირდაპირ კავშირშია და იმ კავშირშია პირველ რიგში, რომ აზრი, რომელიც დაკარგა არჩევნებმა, გაჟონილი ბიულეტენებით, კომისრებით თუ ისინი რომ იყო კაპიტნებით თუ გაცრავად, რომ იყო საარჩევნო უბნებთან და ძალადობითა და აიდის ბარათების ჩამორთმევით, ეს ხომ არ შეცვლილა. პირიქით, ეს ყველაფერი ეხლა ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ უფრო მეტი გაყალბებისთვის ემზადებიან, როგორც ჩანს, იმიტომ რომ მასობრივად ხალხი გვიკავშირდება ჩვენ და გვეუბნება, რომ ხალხის გადაწერა, გადმოწერა, რაღაც გადანაწილება ხდება, აიდი ბარათებზე იგივე იქნება, რაც მაშინ იყო. ესე იგი, რა შეიცვალა? ნამდვილად გაუგებარია ჩემთვის ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების მიდგომა. ის რომ ისინი თვლიან როგორც ითქვა კიდევაც, რომ პარტიის სტრუქტურები ჩამოეშლებათ, პარტია არსებობას შეწყვეტს და ასე შემდეგ, პარტიული კი არა, პოლიტიკური ცხოვრება არის მკვდარი საქართველოში. ამით ისინი ჩვენის ღრმა რწმენით ხელს შეუწყობენ მხოლოდ და მხოლოდ გაცოცხლებას და მეტნაკლებად ლეგიტიმაციას ვერ შეძლებენ ქართული ოცნება, იმიტომ რომ ის არჩევნები და მათი კონსტიტუციის დარღვევა, მათ არა მარტო არჩევნების გაყალბებით გახდნენ, ისინი უკანონო ხელისუფლება. ამ არჩევნებთან არაფერ შუაში არ არის კონსტიტუციურად, მაგრამ რატო ვერ მოხდენ ლეგიტიმაციას? მაგას გიხსნით ზუსტად. მარტო იმის გამო კი არა, რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ რომ კონსტიტუცია დაარღვიეს და 78 მუხლი გააუქმეს. ფაქტიურად კითხვას შევაჩერეთო, მაგრამ ეს იგივე გაუქმება 4 წლით შეჩერება. ასე რომ ისინი უკვე არიან უკანონო ხელისუფლება. ამაში არის პრობლემა და უკანონო ხელისუფლებასთან თანამშრომლობა
შეიძლება წარმოშვას გარკვეულ ჩვენ იმ პარტნიორებში, რომლისგანაც ჩვენ ველით დახმარებას, რომლისგანაც ველით ზეწოლას და არის კიდევაც სანქციების სახით, ისინი არ ცნობენ, ხელს არ ართმევენ. ევროპარლამენტმა გითხრათ თქვენ ხო იმ რეზოლუციაში რომ მიიღეთ მონაწილეობა ამ არჩევნებში, ხო იყო ეს მოწოდება დასავლეთისგან? აბა რა იყო, ქალბატონო ნახეთ როგორ არის. აი ჩვენ ეს ხო ადგილობრივი არჩევნებია. მე ხო ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესის ვიცე-პრეზიდენტია. ყოველთვის მომხრე იყვნენ არჩევნების ყველა შემთხვევაში. ეხლა მაგასაც არ გვეუბნებიან ეუთო ოდირის ტყუილი რომ თქვა კობახიცემ რომ ისინი ერთხელ დააკვირდნენ მე ჯერ არა ყველა სადამკვირვებლო მისია ადგილობრივ არჩევნებზე მიმდინარეობს ეუთო ოდირთან და მე თვითონ 20 ჯერ ვარ სხვადასხვა ქვეყანაში ნაყოფი და საქართველოში ყველა ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობის დროს ყოველთვის იყო ქალბატონო სევდია არ იყო ყოველთვის 14-ში არ იყო მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დროს იყო კი ყველა იყო მე გადავამოწმე და ასე არ იყო ძალიან მცირე რაოდენობით იყო სხვადასხვა დროს ნახეთ კოვიდის დროს იყო შემცირებული ოდენობა მოდი ამაზე აღარ გვიდა გაგრძელება ამ იმის არა ჩვენ გვაქვს ესე იგი გარდა იმისა რომ სიტუაცია გავარესებული და აზრი არ აქვს არჩევნებს ასეთ პირობებში გარდა ამისა მე პირადად ჩემ მოსაზრებას გეტყვით ჩემთვის ეს არის შეურაცხმყოფელი ძალადობრივ რეჟიმთან თანამშრომლობა ეს არის დამორჩილება ძალადობაზე ეხლა დაახლოებით როგორი ამბავია იცით გიორგი ანწუხელიძეს ესე იგი დააბიჯებდა ფეხს ქართულ დროშას თუ არ დააბიჯებდა იმას მაინც მოკლავდნენ მაგრამ ის ღირსების საკითხი იყო ის რომ ის მოკლეს იმ პირობებში როდესაც მან არ დააბიჯა ფეხი ქართულ დროშას ეს განსხვავებაა ესე იგი შენ დამორჩილდები დანებდები ამ ზეწოლას აი ნახეთ მოусმინეთ ეგრეთ წოდებული პარლამენტის ეგრეთ წოდებული თავმჯდომარის ეგრეთ წოდებული მითითება იმის შესახებ აი ნაციონალური მოძრაობა უშლის ხელს თუმე ამ ქალბატონო სევდია მოდით რა მოვასწროთ რამდენიმე კითხვა მინდა მეც რა გისურვებთ ამით მიუღებელი გასაგებია ეს თქვენი ის მაგრამ რა გზა გრჩებათ ფაქტიურად ნაციონალური მოძრაობა რჩებით პოლიტიკური არ თანამშრომლობა და მე რას იგებთ ამით არ თანამშრომლობა შევტერთან შეურიგებლობა ბილდს არ შევეკური ზავითა ეს ჩვენი მოგონილი კი არ არის ეს არის ჩვენი რევოლუციაში არ არის ეხლა რევოლუციას ამბობთ ხოლმე და მე რა ხდება ისეთ რევოლუციები ხალხი ქუჩაში ვეღარ გამოვყავს ტელეგრაფის აღებით არ ხდება ეხლა რევოლუცია არის ის რაც ეხლა ხდება ქართული ოცნების შიგნი ის რაც ტრაგედიას ჩვენ უყურებთ და შიგ ხდება დაპატიმრებები, ფულის ჩამოტანის მოთხოვნები, თვითმკვლელობის მცდელობა, ვიღაცაზე იარაღის ჩადება, ვიღაცის შვილზე ჩადება თუ არ არის თუ რაც არის იარაღის ანუ თუ გამოდაპატიმრება. ვინმე დააშავა, არ უნდა დააკავო? ჩვენ ფიქრობთ რომ ქვეყანაში ვინმეს ჯერა რომ ვინმე დააშავა და იმიტომ ეძახიან, როდესაც იყო ჩვენი ხელისუფლება, თუ ვინმეს კორუფციაზე აკავებდნენ, ყველა მიცოდა ის რა საქმეზე და ის ფული ბრუნდებოდა ბიუჯეტში მიდიოდა. ეხლა ვინმე მიცის სპეციალური ანგარიშები იყო ქალბატონო სევდია რას და ბიუჯეტის საგანგებო ანგარიშები ქონდა ყველა სამინისტროს. ყველაფერი ცხადდებოდა. როგორც ცხადდებოდა ქალბატონო სევდია ერთ ღამეში დაანგრიეს მარტო რიყე. გახსოვთ ქალბატონო სევდია. არ მოусმინეთ ამ კომისიას. ერთ ღამეში დაანგრიეს მარტო რიყეზე რაც რესტორნები იყო და რა უქთეს იმ ხალხს არ გახსოვთ. კიდევ მაგამ ბავი მოგიყოთ დეტალურად. მე ზუსტად ეს ჩემი საქმეა. კანონის სახელით ხდებოდა უკანონობები ქალბატონო სევდია. არა, ეს ტყუილი არის. არა, რა თქმა უნდა, რიყეზე მიწა იყო ქალაქის, როგორ დაანგრიეს, მიჯერით ჰქონდა აღებული და პირველივე მოთხოვნისთანავე არ გამოგვატანინესო და დაგვილეცეს ყველაფერიო და ეს კარგი იყო. იმიტომ რომ მილიონჯერ მიმართეს და უნდა გაეთავისუფლებინათ პირველივე მოთხოვნისთანავე და არათავისუფლებდნენ და იქაური მწვადების შიშხინი და კვამლი თუ იმდეს უფრო მოსონდა ვიდრე თაბუკაშვილზე რო კორპუსი დაანგრიეს ეს ნორმალური იყო ქალბატონო სევდია ძალიან ბევრი რამე მოხდა ეხლა ხო იცით თქვენ არა საკრებულოს წევრი იყავით თითოეულ მათგანზე შემდეგ კონკრეტული პასუხი არა იცით რა არის ეხლა ესე თუ იტყვით და მე აღარ ბიზნესს არ აწევდნენ არავითარ შემთხვევაში რიყესთან დაკავშირებით თქვათ ჯერ ეს იყო ქალაქის მიწა და ქალაქს დაუბრუნდა მიწა მრავალი მოთხოვნის შედეგად მაშინ როცა პირველივე მოთხოვნისთანავე უნდა დაებრუნებინათ ისინი არ აბრუნებდნენ არ ათავისუფლებდნენ და ეს იყო სრულიად კანონიერი ლეგიტიმური მოთხოვნა და ჯიბეში არავის წაუღია ეს ამათ საბუთები არ ქონდათ არაფერი უკანონოდ ააშენეს ის იჯარის ვადები არ ქონდათ ახალ ვადა ქონდათ რომ პირველივე მოთხოვნისთანავე უნდა დაებრუნებინათ და ზოგადად დააბრუნა კიდევაც ასე პირველივე მოთხოვნისთანავე ეს ანუ ამის ხალხი რომივიდე საგამოძიებო კომისიაში ტყულები მოხდნენ ქალბატონო თქვენ ეხლა რა თქმა უნდა რა თქმა უნდა აი ხა თქვენ ზუსტად იმ ადამიანს ელაპარაკებით მე იმ წლებში ვიყავი ზუსტად მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის თაბუკაშვილზე რო კორპუსი დაანგრიეს ესეც კანონიერი იყო გადავიდეთ თაბუკაშვილზე კარგი ეხლა გავხსდებით უბრალოდ თემებს თორე არ ვხსდებით 2 საათიანის მაგივრად თუ 3-იანის მაგივრად 7 რომ მე საერთოდ მერია ეძინა რა გვაშენებდნენ
ეს მანამდე იყო, აშენებული. როა თქვენ დროს აშენდებოდა, სად თავუკაშვილი იყო მანამდე აშენებული. უცბად ესე აშენდა ქალბატონსები, რომელ წელს დაანგრიეს? თავუკაშვილი იყო პროექტის დარღვევით აშენებული, რომელ წელს დაანგრიეს ეს თქვენ ხართ, ალბათ თქვენ იცით, მიწურულს როცა ამთავრებთ, არა. არა, იმის შემდეგ აშენდა პარლამენტის უკან ისახლები და ყველა გადასულია და ყველა დაკმაყოფილებული არის. აბსოლუტურად. ფორმას გეუნებით, როგორც ხდება ქალბატონსებია. ეხლა ფორმაზე და მე კოსმეტიკაზე ვილაპარაკოთ. არა, მე გელაპარაკებ არსებითად. ყველა მიიღო ბინა, ყველა არის კმაყოფილი, ვინც და იმის მაგივრად სანაცვლოდ მიიღეს ბინები პარლამენტის უკან. და ის რომ პროექტის დარღვევით იყო და ის რომ ის კედლები ვერ გაუძლებდა 7 სართულს 4-ის მაგივრად თუ 3-ის მაგივრად, ის რომ კიდე ანუ ფულის მიტანა არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, არ ხდებოდა. ბიზნესების ახ რა თქმა უნდა, პირად ჯიბეებში არ მიდიოდა. პირადად არავისთან არ მიდიოდა. ეხლა იცით რას ამბობთ? ტელევიზიაში შემოგვივარდნენ თლათ ქალბატონსებია 2004 წელს და აბა რა ხდებოდა? ომეგ არა, უკანონოებები არ ხდებოდაო და აბა რა იყო? გამიჯნოთ უნდა საკითხები. არა, თქვენ ბიზნესი არ იყო ტელევიზია? თქვენ არასწორად ურევთ ერთმანეთს სხვა გადავდივართ სხვა თემებზე, ეს არ არის სისტემა, ხო? ვერ გადახვალთ, როცა დასვით კითხვა უნდა მოისმენთ პასუხი. თუ არ მოისმენთ, მაშინ გამოვარო ესე იგი თქვენი აზრით და დამთავრდა. თქვენ ხო აქ ჩემი ოპონენტის მაგივრად არა, ამიტომ არ გაქვთ უფლება რომ არ ვათქმევინოთ. ტელევიზია ეს სხვა საკითხი არის, რა თქმა უნდა, ტელევიზიის თემა სხვა თემაა. მე თქვენ გეუბნებით ფულის დაბრუნებაზე ბიუჯეტში, რომ ეს არ მიდიოდა არავის ჯიბეში და ეს მიდიოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტში. კეზერაშვილის ბიოგრაფიას არ გამომძღოლი იყო და მინისტრი გახდა და ეხლა მე ნამდვილად ვერ გესწრებით რა გამდიდრდა თუ ღარიბია თუ მდიდარია კეზერაშვილს ხელის ჩამოწმებით არ ვიცნობ. ბატონსებია სხვა თემებზე ხართ მოწვეული და აღარ მინდა ეს თემა. არა, თქვენ დაიწყეთ ეს მე ხო არ თქვენ რო ლაპარაკობთ არგუმენტები. ეს არის ყველაფერი მითები, ყველაფერი მიდიოდა ბიუჯეტში. ქალბატონი გიული ალასანიამაც კანონიერად შეიძინა ტექნიკური უნივერსიტეტი, ხო? ტექნიკური უნივერსიტეტი არ შეუძლიათ. იმის შენობა არ შეიძინა? რაც შეიძინა კანონიერად არის, რა თქმა უნდა. ესე ხდებოდა, ანუ ესე პროფესორები ესე მდიდრდებოდნენ. გამდიდრებული არის ახლა და სიმდიდრე არის ეს, არა? არ არის მდიდარი ქალბატონი გიული. თუ უნივერსიტეტია და ბაზა არის, რომელიც არის მილიონები იშოვა სხვა პროფესორებმა? და იშოვნა? იშოვნა თუ არ არის ეს ხო ღია არის ყველაფერი. ყველაფერი ღია. ეს არის ზუსტად ლეგენდები და მითები. ეს ახლა თქვენ მელაპარაკებთ პროპაგანდას, კი არა, უბრალოდ რუსული პროპაგანდას მელაპარაკებთ. ამიტომაც რო არ გიპასუხოთ, არც მაძლევთ საშუალებას რომ გიპასუხოთ. ყველაფერზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ რაც შეეხება თბილისში ქონებების გადაცემას, აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იყო ყველაფერი. ყველგან იყო ჩადებული ხელშეკრულება, ინვესტიცია და რიყეზე რომ მელაპარაკებით, რიყეზე მე პროკურატურას გავეცი პასუხი და იმან ვერაფერი მოუძებნა იმ რიყეს, რაც რიყეზე მიწასთან დაკავშირებით მოხდა. ეს ყველაფერი იყო კანონიერი და არაფერი არ მიდიოდა არავის ჯიბეში გარდა ბიუჯეტისა. ეს არის განსხვავება. ეხლა კი ბატონი ბიძინა ითხოვს ფულს იმისთვის რომ მის ყოლაბაში გასაგები არჩევნებზე გადავიდეთ ქალბატონსებია. მაგრამ დაუბრუნდები ისე. მამუკა ხაზარაძემ ხო არ გამოიყენა პოლიტიკური ფინტი, როდესაც არჩევნებზე უარი თქვა არ აღიარა საპარლამენტო არჩევნები, ეს იმისთვის ხომ არ გააკეთა, რომ ყოველთვის ამბობდა, რომ არც ნაციონალური მოძრაობა ჩვენ უნდა ვიყოთ მესამე ძალა. ეხლა თვითონ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, რომ გახდეს ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური პარტია ამ მეთოდებით, აბა რას უკავშირებთ? ბატონ ხაზარაძისა და ჯაფარიძის შესახებ პიროვნულად, ვინაიდან ისინი ახლა პატიმრები არიან, მე არაფერს ვიტყვი, რაც შეეხება პარტიას, ეს არის ხარაკირი, თვითმკვლელობა, რასაც აკეთებს ახლა ეს პარტია. ჯერტი პარტია იშლება ბიდის ხალხი და ყოველ წუთიერად ნახავთ სოციალურ ქსელში რომ ხმამივეცი აღარ მიცემ, ხმამივეცი აღარ მიცემ, რატო? საპროტესტო მუხტი არის ხალხში. ჩვენ ხალხს ვუსმენთ. ამაშია განსხვავება. ახლა თქვენ სხვათა შორის მითხარით ესეთი რამ და მე მინდა ამას გამოვხმაურო, რომ პროტესტიო ხალხი ვერ გამოგყავთ. ჩვენ არავინ არ გამოგყავს, ვერ გამოგყავს, არ გამოგყავს. ხალხი, ვინც იქ გამოდის 2000-ია თუ 5000-ია, ძალიან კარგად იცის. პირველ რიგში ქართულმა ოცნებამ რომ იმის უკან დგას ათასები. ის რომ ყოველდღიურად იქ 100,000 ადამიანი არ დადგება, ეს არ ნიშნავს რომ იმის უკან საპროტესტო მუხტი არ დგას. იმათ არ უყვართ, არ უნდათ არენდობიან ქართულ ოცნებას. აქედან გამომდინარე, ისინი არ არიან ამ არჩევნების მომხრე, ვინაიდან არჩევნები არ არის, ეს არის რუსული სპეცოპერაცია. არჩევნები გაუქმებულია საქართველოში და დამამცირებელია მაშინ მონაწილეობის მიღება. ეხლა თუ ამდენი მხარდამჭერი ხალხ, ქალბატონსებია, თუ რუსული ძალა არის და რუსეთში ვართ, რა მე დაიცით, თუ სპეცოპერაცია რატომ არ აკვეთეთ ეს ოპოზიცია? არის ასეთი შეკითხვა ლელოდან. რა განსხვავებაა, აი თქვათ, წავაგებთ ჩვენ თუ რაც იქნება გვილივად. 5 ოქტომბერს რავშვებით თქვენ და რავშვებით ჩვენ. განსხვავება იცით რაში არის?
ის რომ 5 ოქტომბერს ღირსება აყრილი შეხვდები თუ ღირსებით რომ შენ სწორად არ ენდე. მე დარწმუნებული ვარ რომ იმ ლელოსაც გაუყალბებენ. შეიძლება მეტი მიიღონ და დაუწიონ, შეიძლება ცოტა მიიღონ და აუწიონ და თქვან რომ შეიძლება ცოტა მიიღონ ახლა იმიტომ რომ ხალხი ჩამოიშალა პარტია და მიდის აღარ უჭერს ხარს. როდესაც არ არის ნდობა და არ ენდობი არაფერში არალეგიტიმურ ხელისუფლებას ამიტომ არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი და განსხვავება იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ ხალხმა ჩვენ რაც დაგვიკვეთა, ჩვენ იმას ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს კონტაქტი ჩვენს ამომრჩეველთან და მათი დაკვეთა არის არ თანამშრომლობა მოძალადე ხელისუფლებასთან, რუსულ ხელისუფლებასთან, რომელიც მიგვაქანებს რუსულ ჭაობში. არ თანამშრომლობა. ამ დაკვეთას ჩვენ ვასრულებთ. ქალბატონო სევდია, როცა ამბობთ, რომ რუსული დაკვეთა არის, რუსული სპეცოპერაცია არის, თან ამბობთ, რომ 100,000-ობით ადამიანი არის, ვისაც არ უნდა ქართული ოცნებაო. რატომ სად არის, რატომ ვერ ცვლით მაშინ ხელისუფლებას? და ამ ადამიანებმა ქვებია მშვიდობიანი პროტესტი. ეს არ მშვიდობიანი გამოსვლები ესმის დემოკრატიულ ხელისუფლებას. ტირანიაში და ავტოკრატიაში რამდენი 100,000-იანი და 150,000-იანი მიტინგი ჩატარდა, არ მიიღეს მაინც რუსული კანონი? რა გააკეთეს, როდესაც კონსტიტუცია დაარღვიეს და არალეგიტიმური, ამიტომ არიან რომ დაარღვიეს კონსტიტუცია, გარდა იმისა, რომ არჩევნები გააყალბეს. და 500-მდე სახეჩალეწილი ჩვენი ბავშვები, რომლებიც ეყარნენ უბრალოდ პოლიციის გაყოფილებაში და შემდეგ კიდე იმათვე წაუყენეს ადმინისტრაციული ჯარიმები დააკისრეს და ციხეს ჩააგდეს. ეს ყველაფერი მათ არ გააკეთეს. ესე იგი, მშვიდობიან პროტესტი მათ არ ესმით, აზრი არ აქვს და იარაღი და ქვით და ჯოხები ჩვენ არ ვაპირებთ. ჯერ ერთი ეს არ არის ეს ეპოქა, როდესაც ტელეგრაფის დაკავებით ხდებოდა რევოლუციები და სატელევიზიო სააკაშვილმა როგორც მოაწყოს რევოლუცია ის დრო. ეხლა რომელი წელია მიხარით და მაშინ ანუ ისიც ხო მშვიდობიანი იყო, ხო ამბობთ. მშვიდობიანი როგორ არ იყო, მაგრამ ნახეთ, დრო იცვლება, ეპოქა იცვლება. ეს იყო მომენტი, ახალი პარლამენტი უნდა შეკრებილიყო და ის არ იყო ლეგიტიმური. აი ეს იყო მომენტი ესეთი. ახლა ესენი მზად იყვნენ იმ ასე ვთქვათ სცენარისტვის და დაიცვეს პარლამენტი იმ მომენტში. ამიტომ ხანგრძლივი არ შერიგება მტერთან, არ დანებება, არ თანამშრომლობა არის ჩვენი ტაქტიკა, რომლითაც ჩვენ უკვე დავიწყეთ მაგათ ჩამოსვლა. უკვე რატომ? იმიტომ რომ ამ პროტესტის შედეგი არის სანქციები გარედან, სანქციები ანგრევს. ნატოლებო არ არის, გირჩი იღებს მონაწილეობას, გახარიას პარტია იღებს. კი ბატონო, გახარიაზე არც ლაპარაკობ, ახლა ის ხოცები არიან, ჩვენ ამბობენ კიდევაც რა თქვენ, ჩვენ რა თქმა უნდა ახლოს ვართ იმათთან. რა თქმა უნდა, მათი ამბობთ რაღაცა დონეზე საკრებულოებში და ეხლა არიან ხოცები. იმ წუთში იყო მომენტის თანამშრომლობა საკრებულოში, რომ გაგვეკეთებინა უმრავლესობა და აი ამიტომ სწორედ ეს ჩვენი არ თანამშრომლობა არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება, ეს არის ხალხის დაკვეთა, ეს არის ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, იმათ გინდა ნაცი დაარქვით თქვენ ახლა და გინდათ რაც გინდა დაარქვით, არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ხალხის, რომელიც ცხოვრობს პრინციპით. მტერს არ შეურიგდეს, ბილწს არ შეეკვრეს ზავით. ეს არის პრინციპი და რა შედეგი? სანქციების გაძლიერება, მეგობარი აქტის მიღება და ამის ყველაფრის შედეგად მათი აი ეს ჩამოსვლა, რომ ქეშებს ჩემოდნით არ ბენინებენ იქეთ-აქეთ და ამ ქეშის გულისთვის ხოცავენ ერთმანეთს და თვითკვლავ და მიყავთ ახალგაზრდა ადამიანი. დღეს ანი წითლიძის ასეთი განცხადება იყო, რომ ხაზარაძის მხრიდან ხდება პოლიტიკოსებისო და მოსყიდვაო თავისი მედიის გამოყენებითო და ინსტრუმენტებითო. რაზე ლაპარაკობენ დღეს პარტიაში? არ მინახავს ეს და ჩემთვის ცნობილი არ არის რაზე ლაპარაკი. ხაზარაძე თუ პოლიტიკურად ვაჭრობს. ხაზარაძე ამ წუთას ერაფერს ვერ ალბათ ლელოზეა ლაპარაკი. ვერ გეტყვით ეს წითლიძეს უნდა გითხოთ, ახლა მე დღევანდელი ესეთი ამბავი არ ვიცი. დღეს თქვენ იცით, ყველანი დაკავებული ვართ ამ ტრაგედიით, იმიტომ რომ ყველა ვიგრძენ თუ კარტელში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად არ ღირს, სადაც ახალგაზრდა ადამიანები მიყავთ თავიანთი მომხრეები, თავიანთი ვარსკვლავი პოლიტიკოსები მიყავთ თვითკვლელობამდე. ხალბატონ სევდია, სანამ არ არის თქვენი იურისტი ხარ და სანამ არ არის დადებული გამოძიება, ესე შეიძლება შევაფასოთ. ეგრე თქვენი ხელისუფლების დროს თქვა პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა გაუგებ. თვითკვლელობით და მე რატო არ შემიძლია? გაზით გაგუდვით დაიწყეს თქვენმა ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის დროს. დავიცი უჯი ბევრი ამბობენ. დამტკიცდა, ვინმე დაამტკიცა. გაქრა ფაქტები ამბობენ და. ვინ ამბობს? ვინ და თუდაც ოჯახი ამბობდა? არა.
დიახ, ბატონი გოგო. ეს არის ჭორაობა. ეხლა თქვენ რასაც მე მეუბნებთ, ეს ჭორიკანობა. პრემიერ-მინისტრი მოკვრა თქვენი ხელისუფლების პირობებში და გაზით არ გაიგუდა, თუ არ გაიგუდა, საპირისპირო უნდა იყოს დამტკიცებული. მე გეუბნებით რომ თქვენ ხო არ დაგიმტკიცებია ჯერ საპირისპირო. ფაქტი ხო არის დაჭრილი. მე რა უნდა და რატო უნდა დავამტკიცებინა? იმამ და გამოძება მიდის გუშინ მოხდა არა, იმან დაამტკიცოს, ვინც რაღაცას გაბრალებს. მტკიცების ტვირთი არის მასზე. ჩემზე არ არის მტკიცების ტვირთი, ჩვენზე, ესე იგი, ამ მხარეები აქ არა, მე დაცვის მხარე კი არა ვარ, ამ დაზარალებული. პირველში ჯანმრთელობა უნდა უსურვოთ თორნიკე რიჟვაძეს. იცით რა არის, აი, როდესაც ჯანმრთელობას უსურვებთ თორნიკე რიჟვაძეს, მე დღეს ძალიან ბევრი ვიფიქრე ამაზე, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც ხანშესული ადამიანისთვის ძალიან დრამატული და ტრაგიკული არის ეს ამბავი, მე არც ვიცნობ იმ ადამიანს და ახალგაზრდა კაცია. ნახეთ, ცოცხალი ადამიანი იყო და იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ თვითონ ახლა წერილს აწერინებენ თუ დაწერა რა მნიშვნელობა აქვს, მართლა მივიდა თუ ეს, რა მნიშვნელობა აქვს, რომ თვითმკვლელობა სადაო გვეუბნებიან თვითონ. ესე იგი ის რომ გადარჩეს იმ უბედურებაში აღმოჩნდება ისევ რის გამოც თავსი კლავდა, ხო? ანუ აკოტრებენ სრულად თუ რაღაცა ეს საიდან იცით რომ აკოტროლე, აკოტრებენ. აი ეს ჭორები ამბობენ, თქვენ ხო მითხარით ამბობენ. ხო და ამბობენ, თქვენ ხო იყვნობით. ეგრეთ ნაციონალური მოძრაობა აკრიტიკებდა რიჟვაძეს და კორუფცია უიზარდა ნაციონალური მოძრაობა. ძალიან კარგად ავიღნობით, თქვენ ხო იყვნობით, ამბობენ რომ არ გაიგუდა და არ მოკლეს. არა, ესე ამბობენ მე თქვენ არგუმენტად მოგიყვანეთ. მე გეუბნებით რომ ამბობენ რომ ფული ჩაატანინეს ხალხს და ფული ჩაიტანონ და 300 მილიონი ხონდა დავალებული რიჟვაძეს და ვერ ჩახონდა. ამბობენ რომ ლილუაშვილს აქვს შიდა პატიმრობა და სანამ არ ჩაიტანს იმ ფულს, ესე იგი ვერ გავავი. ამბობენ რომ ვერ გადიან ყოფილი პოლიტიკოსები ოჯახებით საზღვარგარეთ და აი აგერ კიდე ბიზნესმენს იარაღი აღმოუჩინეს და აბრუნეს საზღვრიდან. ესე იგი ამბობენ იარაღი თუ ამბობენ. ბიზნესმენს თუ იარაღია, რა უნდა ქნას სახელმწიფო უნდა გაუშვას? ამბობენ. არა, უნდა გაუშვას და ხო ყავთ დაპატიმრებული. გავიგებთ მეც კიდევ. ასე რომ მე არ ვიცი თვითონ რიჟვაძეს სიტუაციიდან გამომდინარე ის რამდენად ბედნიერი იქნება ღმერთმა გადაარჩინოს თავის პატრონს უცოცხლოს, მაგრამ რა უბედურებაში უნდა ყოფილიყო რომ თვითმკვლელობის მცდელობა ჩაედინა. გასაგებია, მადლობა კაპიტოს. თუ ვინმე მოკლა, ახლა რა ვიცი, ალეკო არ მგონია მაგის მკვლელი ახლა. მადლობა ქსევდია უგრეხელიძეს და იაგო ხუჩია შემოგვერთა საღამოშტობისა. მადლობა იაგო რომ მოხდით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მადლობა მოწვევით. ჯერ კიდევ დაახლოებით თვენახევარი 2 თვის წინ ერთადერთი პარტია ვინც ღიად ამბობდა რომ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას ეს იყო თქვენი პარტია. ახლა გამოჩნდნენ ოპოზიციიდან 2 პარტია, ეს ლელო და გახარიას პარტია, რას შეცვლის ეს თქვენი აზრით? მათი არჩევნებში მონაწილეობა. არაფერს. რა უნდა შეცვალოს? მე მგონი არც არის არანაირი მიზანი რომ რამე განსაკუთრებულად შეცვალოს უბრალოდ. ისინი ახლა საყოველთაო ბულინგის მსხვერპლები არიან, მოიხსენებათ, თუმცა საკუთარი საქციელის გამო. თავის დროზე ჩვენ წინააღმდეგ ქოქავდნენ საკუთარ ჟურნალისტებს და ლანძღვაგინების კორიანტები ჰქონდათ მოწყობილი. იმისთვის რომ ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ის რაღაცა ღალატობს, ამას ღალატობს იმას და ასე შემდეგ და დღეს ვთქვათ დაინახეს რომ მეორე ადგილზე ბრძოლის შანსია და ამ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ჩაერთო ბატონი ხაზარაძე და სწორედ ამიტომ მისჯება ესე რომ ვთქვათ სხვა მეორე ადგილის მსურველი პოლიტიკური ძალებისგან. მე ამ ამბავს ძალიან მშვიდად უყურებ, ზოგადად გონია რომ არაფერი ისტორიული სამართლობა აქ არ ხდება, იმიტომ რომ ხაზარაძემ მოიმკა ისაც თესავდა ამდენი ხანი თავისი ჟურნალისტების მეშვეობით და ბოლოს აღმოჩნდა რომ მაინც და მაინც ეს მისი ძველი თანამებრძოლები და ჟურნალისტები ყველა არ ერთგულებს ხაზარაძის იდეას. თუმცა ნახოთ, მე მგონია რომ მაინც ცოტა ხანში გადმოერთვებიან მისი ჟურნალისტები და მაინც ხაზარაძის ერთგულებაზე დაიფიცებენ, ასე მგონია. და როდესაც ვთქვათ, იგივე ხაზარაძე აცხადებს რომ არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მაშინ ციხეში რაღაცე წავიდა. თუ ამ პრეზიდენტის ყაბულაშვილის დანიშნულ არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ოცნებაში ამბობენ რომ ამით თუ არ აღიარებს, რატო იღებს მაშინ მონაწილეობას ამ არჩევნებში? ეს ხო ყაბულაშვილმა დანიშნა ეს არჩევნებში. თქვენ აი ამ საკითხს როგორ უყურებთ? თქვენ იცით რომ ზოგადად ეს ჩვენი დღევანდელი საუბარი უნდა ყოფილიყო დებატი. არ მოვიდა არც ერთი პარტია, უნდა ვთქვათ, შევთავაზე დღეს ლელოსაც, გახარიასაც, ერთადერთი პარტია, ვინც დათანხმდა ამ დებატს იყო გირჩი, უნდა ვთქვათ, დღეს ცალსაბკეც არ მოვიდნენ აკეთებს. ხო და მე ის მინდა რომ ეს კითხვა რაც თქვენ დამისვით, ჩემი მიმართ არ არის, მათი მიმართ არის. თქვენი შეფასება მაინტერესებს. ან ჩემი შეფასება ის არის, რომ ანუ ჩვენ დღემდე გვაქვს დისკუსია მე და სანდროს ოფისში იმასთან დაკავშირებით, ლელოში დეგენერატები არიან თუ მოსყიდულები, ანუ ამის იქით მაინც ვერ წავალთ. იმიტომ რომ
რაც ახლა ზოგადად ესენი რასაც ჩვენბიან საბოლოო ჯამში, ანუ აი ის თამაშის ტაქტიკა რაც შემოგთავაზეს, ან ერთი ჯდება, ან მეორეში, იმიტომ რომ სხვა მესამე აქ უბრალოდ ვარიანტი არ არის. რატომ ხდება ასე? აი მართლა ხო ჩვენ ხო სამი პარტია ვართ, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს. ანუ ვის თქვენ დაპატიჟეთ, ლევონს ასეთ უნდა ყოფილიყო, გახარიაც ანდას ასეთ უნდა ყოფილიყო. მე ხო სინამდვილეში უნდა ვამყარებდე მათ პოზიციას. ამათ რომ უბრალოდ ჩემთან მოესვლებოდეთ და საერთოდ ვინმესთან რამე პირი კონდეთ მოსასვლელი ისე რომ ვთქვათ, მაგრამ და ტევე-პირველი ამ უბედურ დღეში რო ახლა რო უწევთ ხაზარაძის გაპრავება, თან ვერ აპრავებენ, თან რაღაცა, ანუ აი ფიზიკურად ხო ვიღაც ხალხი უნდა იჯდეს იქ, რომელიც იმ პოზიციას, ატომ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, იცავდეს. და ხაზარაძემ ხო თვითონ მოჭრა ეს რტო, ყველაფერი ხო თვითონ გააკეთა, ყველაფერი ეს გიჟობა რაც მოაწყვეს, რომელიც ბოლოს მისივე პატიმრობით დამთავრდა, თვითონ გააკეთეს. ამ წუთას ფაქტობრივად მათ იმ მსგავს პოზიციასთან ვერ ჯდებიან სალაპარაკოდ და ამ სიტუაციაში გადიან არჩევნებზე და მე ზოგადად ვერ ხვდები ასე, ანუ ეს ყველაფერი ასეთ სიგიჟეში რანაირად ვცხოვრობთ, რომ ყველაფერი, აი რაც ახლა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ თავს ხდება, ნამდვილად ჩვენ თავს ხდება და არავის არანაირი დასკვნა აქედან არ გამოვა. არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა დაუშვათ ლელომ და გახარიამ. არის იმის მოლოდინი, მაგალითად დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატი ამბობდა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი სერია, რომ არჩევნები გაყავდაო. შემდეგ იტყვიან მაინც ამასო, როცა ვერ მიიღებენ იმ შედეგებსო, რა შედეგებიც მათ სურთო. იაგო ხვიჩი აი ამ პროცესში რა პოზიცია ექნება თუ დაინახავთ რომ როგორც ახლა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ თქვენ მესამე დღეს გააპროტესტეთ აი გაჟონაო თორე მანამდე აღიარებდით პრაქტიკულად იმ შედეგებს თუ ახლა ასე მოხდება რომ პირველ დღესვე გამოვიდნენ და ვერ ასაბუთებდნენ ვერაფერს და ამბობდნენ რომ ზოგადად არჩევნები გაყავდა თქვენ რა პოზიცია გექნებათ ჩვენ ყოველთვის ეგრევე პოზიცია გვაქვს რასაც ხედავთ იმის მიხედვით ლაპარაკობთ რომ არჩევნების მეორე დღეს ჩვენთვის ცხადი იყო რომ რასაც ოპოზიცია ეძახდა რომ გაყავდა 300,000-400,000 ხმა ეს უბრალოდ ტყუილი იყო და ამიტომ ეგრევე მიუხედავად იმისა რომ ეს არჩევნები წაგებული გქონდა თქვით რომ რავი ეს სისულელია ხალხო რა გააგრძელეთ მუშაობა ეს თქვით უბრალოდ მეორე მესამე დღეს ყველასთვის ცხადი გახდა ის რაც ჩვენ შეიძლება ყველა ფიქრობდით რომ ჩვენს ბიულეტენში გამოჩნდა და ასე შემდეგ უკვე საჯაროდ ცხადი გახდა რომ საყოველთაო ფარული არჩევნები ჩავატარეთ საყოველთაო დღიად შესაბამისად ჩვენი პოზიცია უბრალოდ შეიცვალა და ითქვა რომ ხალხო ამ გიჟობას მოაწვევით 300,000 ხმის გაყალბებას არამედ თქვით რომ ბიულეტინმა გაჟონა ნამდვილად გაჟონა ბიულეტინმა ჩვენ არ ვიცით ამან რა გავნა მოახდინა ამ საზოგადოებაზე როგორ შეცვალა ამ საზოგადოების არჩევანი ფაქტობრივად ამიტომ მოდით ახლა თქვათ რომ მარტო ეს არის არგუმენტი იმიტომ რომ ეს არის არსებითი დარღვევა კანონის ამიტომ ეს ყველაფერი თავიდან გავაკეთოთ მაგრამ მაშინ საერთოდ სხვა მოთხოვნები და სხვა რაღაცას აჭენებდნენ ჩვენი პარტიები და მედია საშუალებები. ამიტომ ჩვენ გამოვედით ამ თამაშიდან რაღაცნაირად და ჩვენ დამოკიდებულება ის არის რომ რავი არ გინდათ მოგება თავში ხვა გიხლიათ. ჩვენ ახლა სხვა ამოცანა გვაქვს საერთოდ ანუ ჩვენ უბრალოდ უყურებთ და საზოგადოებას გვინდა აუხსნათ რა საშიშია ზოგადად ამ ქვეყანაში ცხოვრება. ვინც გინდა იმის მომხრე იყავი ანუ ქართული ოცნების მომხრეებისთვის საშიში არ არის რავი ხალხი თავს იკლავს მართლა უშინდელი უმაღლესი თანამდებობის პირები როგორც საბჭოთა კავშირის 30-იან წლებში რავი ხალხი თავს იკლავს მე არ ვიცი ის არა ქვია ერთმანეთს ესროლეს არის რაც უნდა თქვა მაგრამ ამაზე უარესი რომ ამხელა თანამდებობის პირმა თვითმკვლელობა ცადა ფაქტობრივად საჯაროდ ანუ ამაზე დიდი დარტყმა რა უნდა იყოს მართლა ჩვენ თუ დაფიქრება გვინდა მათ შორის ქართული ოცნების ამორჩეველში თუ რა საფრთხეში იგდებს თავად ქართული ოცნება თავს იმ უზარმაზარი ძალაუფლებიდან გამომდინარე რომელიც პირველ რიგში მისმა ამორჩეველმა მიცა მას და კი ბატონო წაეხმარა ქართული ოცნება ყველაფრით მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ქართული ოცნების ამორჩევლები არსებობენ ასევე ნაციონალური მოძრაობა რომელიც უბრალოდ ჯერ პოზიცია ვერ შეუკრია ზოგადად რა უნდა რანაირი ქვეყანა უნდა ამ ქვეყანაში. ლელო რომელიც რა მისივე თვითონ ატარებს კვლევას, ანუ ადრე ხო იყო რაღაცა არსებობდა საგარეო კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციები USAID თუ ვიღაცა. USAID-ის ადგილას USAID-ის კვლევა ან რაღაცა AIRA NDI-ის კვლევის ნაცვლად ახლა არის IAGO-s კვლევა. მაგრამ არ ვიცი ხო იყო რაღაცა. ანუ ხშირად ჩემს სახელთან ასოცირდება და საერთოდ არ მინდა რომ რაღაცა სიყალბე ასოცირდებოდეს ჩემს სახელთან, მაგრამ ზოგადად ჩვენ ხო ხვდებით რომ ანუ ვინ შეუკვეთავს კვლევას ისეთი შედეგები იდება შეუკვეთავს ხაზარაძე კვლევას რომ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობაო კვლევა დაიწერება ანუ ყველაფერი სიყალბეა ხარა ნახეთ კვლევა დაიწერება თქვენ ხო იყავით ხაზარაძე რომ გარეთ იყო უკეთავდა კვლევას და კვლევა ამბობდა რომ წადით არჩევნებშიო შევიდა ხაზარაძის ციხეში იგივე კვლევარმა ჩაატარა კვლევა სადაც ნახეთ დაწერა 65%-ია თუნდაც ტევე პირველს ენდობაო. აი ეს თუ ტევე პირველის მაყურებლებში და Facebook კომენტარებში არ ჩაატარე კვლევა. ამ საქართველოში ჩვენ ხო ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. შეიძლება რომ ჩვენ ჩავთვალოთ რომ საქართველოს მოსახლეობის 65% ტევე პირველს ენდობა.
ანუ აი ამის ქართულ ხალხს ხო არ მოუცია ამის საფუძველი ნამდვილად. აი ასეთ კვლევას რო ატარებენ უკვე შენ წინააღმდეგ, ანუ შენ იყავი ხაზარაძე, რომელსაც ერთ და იგივე კაც შეუკვეთა კვლევა. ამ კვლევის მიხედვით ხალხი ითხოვდა არჩევნებში მონაწილეობას. ახლა ვიღაცამ არ ვიცი კიდე ვინ შეუკვეთა იმავე კაც კვლევა, რომელიც ამბობს რომ თურმე საქართველოს მოსახლეობის 65% ტევ-პირველს ენდობა და თუ ამას იტყვი რომ 65% თუ ენდობა ტევ-პირველს, ხო ტევ-პირველში ბედის ირონიაა რომ ხაზარაძე აფინანსებს, მაგრამ კამპანიაა გაჩაღებული არჩევნებში ვინც მიიღოს მონაწილეობა იმის გინებაზე, შესაბამისად მისი მაყურებლებისთვის ცხადია რომ ის შედეგი დადგება, რაც დადგება, მაგრამ კვლევა ხო არც ერთი არ არის. ანუ მაშინაც ხო რაღაცა კუდი მოება ამ კვლევას, ასე ვიკითხეთ ჩვენ და ესე დავსვით და შენ და ხო რა კვლევებიც არ უნდა ჩატარებულიყო. ხო მას არანაირი არც შედეგი და არც როგორ გითხარი რა დასკვნობა გამოიტანოს აქედან ქართულმა ხალხმა. რო ფიქრობდე რომ კვლევას ხო რაღაც ღირებულება გააჩნია, თუმცა შევისწავლეთ ქართული ხალხი ამას ფიქრობს. შენ თუ კვლევას დაიწყებ იმით რომ ქართული ხალხის 65% ტევ-პირველს ენდობა. მე რაც უნდა დამეწერე ქვემოთ. მე ხო ამას ანუ მე ხო შეიძლება ასეთი შენ თუ ჩაატარებ მართლა კვლევას რაღაც კონკრეტულ საზოგადოებაში ტევ-პირველის ოფისში, მაშინ ცხადია რომ შეიძლება მიიღო ასეთი შემთხვევა. აჭარის ტელევიზიაში რო ჩაატარო კვლევა, აქ სპრეს თანამშრომლებში ენდობი თუ არა აჭარის ტელევიზიაში თქვენ ხო გახვალ პირველ ადგილზე. ანუ გააჩნია შენ ამას როგორ აკეთებ და აი ეს ტყუილებით და ფალსიფიკაციის ბრძოლა არის ის რაც ლელოს აი ეს ძვირად დაუჯდა რომ თვითონ ციხეშია და მის მიერ დაქირავებული ჟურნალისტები მასაგინებენ ან მე რო დამიჭირონ ახლა და მე სანდრო ვახო და საბო რო დაგვიჭირონ და ჩვენი ოფისის თანამშრომლები რო გამოდიოდნენ და გვემიჯნებოდნენ ჩვენი ტელევიზიის თანამშრომლები რო გვემიჯნებოდნენ და ამას რო უყურებდეთ ციხიდან და ფიქრობ რომ რა სისულელეში ჩავასხი ფული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ რამეზე დავფიქრებულიყავი, რომ ეს ბრძოლა ყოფილიყო არა ის მეორე ადგილის ბრძოლა. არამედ მოდი მართლა ძალიან გასაგებულიყო და რამე ესეთი ყოფილიყო, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა აცხადებს აგერ ქალბატონი სევდი ამბობდა, რომ ვერანაირად ვერ მიეცემა ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია. გინდა მიიღონ მონაწილეობა, გინდა არ მიიღონ მონაწილეობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება აი ამ არჩევნებს? რას ნიშნავს ლეგიტიმაციის პრობლემა მე საერთოდ არ მესმის, იმიტომ რომ ზოგადად ლეგიტიმაციის პრობლემა საქართველოში ბევრნაირად განმარტავენ. მაგალითად, მე თუ მკითხავთ. საერთოდ არჩევნები არ უნდა ტარდებოდეს, კანონში წერია ეს სხვადასხვა ჩემი მოგონილი არ არის, საგანგებო და საომარი მოქმედებების დროს, მაგრამ აი რავი მე მაგალითად ბოლო პერიოდში რაც საერთოდ რაც მახსოვს არჩევნების ამ ქვეყანაში, სულ ის ტარდება საგანგებო მდგომარეობის დროს. და აი ბოლო პერიოდის ხან რაღაცა რუსეთში ჩერნობილში მივდივარ თუ მაშინ სადაც ჩელიაბინსკში მივდივარ ერთი მხარის გადმოცემით მეორე მხარის გადმოცემით deep state-ი გვიყვრობს გვაქვს ბრძოლა ანუ რო სად გავიღვიძოთ ჩელიაბინსკში თუ deep state-ის მონებმა ანუ წარმოგიდგენთ ამას პედალირებს მთელი მედია ინფრასტრუქტურა აი ამ სიგიჟეს უტენაიან ადამიანებს თავში და ყველა არჩევნები მიშა რო ჩამოვიდა იმ წელს რავი ჩვენ თუ არა გვიჩერთ აგერ ნიშა უკვე ჩამოსულეთ და დედას გიტირებთ. ანუ ჩემი აზრით ამ არც ერთ ასეთ არჩევნებს, ანუ ჩვენ რო ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, აი ეს რო ხდებოდეს ამერიკაში, ან ახლა ევროპაში რო ხდებოდეს. ანუ ჩავთვლიდი რომ საგანგებო და საომარი სიტუაციის დროს არ უნდა იყოს არჩევნები, როგორც ჩვენ ვატარებთ არჩევნებს. მეორე აზრი არის რომ არჩევნებზე დარღვევები თუ იქნა, ესე იგი არჩევნები საერთოდ არა ლეგიტიმურია. ასეთი აზრიც ხდება. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში რაც იმარჯვებს, ანუ ჩვენ პუჩ გამოვლილი ქვეყანა ვართ. ყველას გვახსოვს. ყველას გვახსოვს, რომ ამ ქვეყანაში იყო მომენტი, როდესაც ხელისუფლება მოვიდა, რომელიც უკანონოდ გმართავდა 100%-იანი. ხო, არავის არ შეუწყვეტია იმ მუზენაის საბჭოსთვის უფლება მოსულა. ხო და ნახეთ, ანუ იმ გაგებით თუ წარმოვიდგენთ, რომ ლეგიტიმაციას თუ მაგ გაგებით შევხედავთ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ დღემდე არალეგიტიმური მთავრობა გმართავს და ლეგიტიმაცია აქვს უზენაეს საბჭოს პირველ წევრებს. ისევ, მაგრამ იმათაც როგორ აქვთ, მათ ხო ვადა გავუვიდათ, რაღაც ვადით იყვნენ არჩეულები. მაგრამ არავის შეუწყვეტია უფლება მოსილება. არა, ხო, მესმის, მაგრამ ვადა ხო გავიდა, ანუ მინიმუმ ვადა ხო გავიდა. ახლა ასევე პარალელურად ყავს აფხაზეთიდან დევნილი მთავრობის წევრები, რომელსაც დღემდე აქვს ლეგიტიმაცია. ახლა მოდით და პრეზიდენტი ყავს კიდე ასეთი სალომე ზურაბიშვილი. კი ბატონო, პრეზიდენტიც ასეთი უცნაური ლეგიტიმაციით. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენთან ლეგიტიმაციას ისე განმარტავენ, რომელიც მე არც ერთ ლექსიკონში არ მინახავს. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ლეგიტიმაციით დაუჯერო იმას, რომელსაც ქართველი ხალხი აღიარებს. შეიძლება ვიღაცა მათზე იძალა და დაგვაჭმორეს და ამიტომ აღიარეს, მაგრამ ხო აღიარეთ. ამიტომ ეს რაღაცა თუნდაც დაჭმორებული საქართველო, რომელსაც დაუმხეს ლეგიტიმური მთავრობა, რომელსაც მეორეჯერ არ აარჩევინეს ლეგიტიმურად პარლამენტი. რაც გინდა დავარქვათ ამას. თუ ეს საქართველოს მოსახლეობა ამას იღებს, ჩმორდება, ესე რომ ვთქვათ და აღიარებს ამას, რომ რა მეშინია და იმიტომ აღიარებ ამას მთავრობას, მაგრამ როგორ ვთქვა, რომ არ არის ვიღაც ლეგიტიმური?
და შესაძაც შენ მის მიერ გამოწერილ ჯარიმას იხდი. თან მეუბნები არალეგიტიმურიაო, ეს თავრობაო. მაგრამ თან აგროვებ ფულს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე გამოწერილი ჯარიმის აღსასრულებლად. და მადლობას ვუხდი, ვინც ამას გააკეთებს. მე ამას ყველაფერს ერთმანეთში ვერ ვსვამ. ამიტომ რაღაც ამ საყოველთაო სახალხო განმარტებით ლეგიტიმაციის შესახებ არ მოძრაობ. გონია რომ ლეგიტიმურია ის მთავრობა, რომელსაც ხალხი აღიარებს. თუ ჩვენ გვინდა რომ ხალხი დავარწმუნოთ რომ მთავრობა არ ლეგიტიმურია და მე მჯერა რომ არსებობს არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობამ არალეგიტიმურად გაიმარჯვა ამ არჩევნებში. მან უბრალოდ საჯაროდ ჩაატარა ფარული არჩევნები. მაგრამ ჩემი მეთოდი, როგორ შეიძლებოდა ხალხი ამაში დამერწმუნებინა, რომ ეს ხალხი ამყოლოდა, რომ ქუჩაში გამოსულიყო, ეთქვა რომ ახალი არჩევნები დადეთ, თორე შემოვდივართ თქვენთან. მე ამაში ვინაიდან ოპოზიცია არ ამყვა, ტელევიზიები არ ამყვა, ამ იდეის პრევალირებაში ხელი შემიშალეს. და უბრალოდ იმ იდეით, რომელი იდეითაც თვითონ მოძრაობდნენ 300.000 და 400.000 მაგაყავდა. ამით იყო წააგეს რაღაცა ტიპის ბრძოლა, რომლის შედეგადაც მთავრობა ჯარიმებს წერს და ესენი იხდიან, აგროვებენ და იხდიან ამ ფულს. მთავრობა ეფექტურ მმართველობას ახორციელებს ჩემთვის სრულიად მიუღებელს, მათ შორის აი დევნის იმას თავისიანებს, აი კანაფთან დაკავშირებით, მაგალითად რაც გააკეთეს, რომელი ნაცი ნახეს იმაში, რა ქვია, ამ თემაში ან დასაქმებული ან თემას რაც ეხებოდა ამ თემაზე სხვა დებატი შეგვიძლია გავაკეთოთ ხო დაერევენ თავისიანებს ანუ ჩემთვის ეს ყველა სულიად მიუღებელია რასაც აკეთებენ იმის გამო რომ გაბლატავდნენ დაერევნენ თავისიანებს აი თავისიანებთან დარვის ნაწილია ხო დღესაც თავაზობენ თვითმყოფობის თეორია ოფიციალური ვერსია რაც არის ოფიციალური ვერსია არის რომ ერთმანეთს დავერიეთ ისე რომ ადამიანები თავს იკავებენ რატო ის იაგორ მაგ თემაზე დღეს მთელი დღე ისე მიდის რომ თითქოს ქართული თუ რიჟვაძეზე იშვებდა ხელს რომ აი კორუმპირებულია და ამ რიჟვაძეს მთელი წლები მე ამ ტელევიზიაში ვარ მთელი ოპოზიცია იმას ამბობდა რომ რიჟვაძემ რა გააკეთა და დღეს მთელი ოპოზიცია შემოტრიალდა და ოცნების მხარეს ცოტა აი პარადოქსულად მე კარგად ვიცი ეს თემა და იმიტომ ოპოზიცია ლაპარაკობდა ამას წლები მე საერთოდ არ ვიცი მათ შორის რა მოხდა ჯერ გამოძიება არ დასრულებულა და ადამიანი რა ვიცი სოლიდარობა ჩემი მის ოჯახს და მალე გამოჯამრთელება ხელისუფლების რო იშორეთ დღეს ხელს. თვითონ ხელისუფლება იმედმა რა კარდებით რო გამოდო რომ თვითმფრინავის ცდელობა და ამავდროულად. თვითონ ეს არის ხელისუფლების საბრალდებო დასკვნა და თვითონ ეს არის აი თორნიკე რიჟვაძემ და სხვა ქართული ოცნების წევრებმა. ხო ზუსტად გაიგეს რომ ამ ხელა ძალაუფლება არ შეიძლება საზოგადოებას ხელისუფლებას კონდეს თორე. აბა ახალგაზრდა კაცი თვითმფრინავის ცდელობამდე რა მიიყვანა. ჩემთვის ბევრად უფრო დამაჯერებელი იყო რომ იჩხუბეს დათრნენ და რაღაცა ესროლეს, მაგრამ თვითონ თქვეს ეს გესმით? და თუ ამას თვითონ ამბობ, მაშინ უკვე მიზეზებიც უნდა თქვა. რა მიიყვანა კაცი რომელიც ცოტა ხნის წინ ზენიტში იყო იმედია გავიგებთ რომ არ ვიმკითხაოთ თორნიკეს ჯანმრთელობა უსურვოთ პირველ რიგში ის მოყვება ხო რაც მოხდა ესე ამ ქვეყანაში ყოფილა ძალიან მძიმე ფაქტები თლად კანცელარიაში უშიშროების საბჭოს მდივანმა მოიკლა თავის აჯაია სხვა რაღაცა არ არის მისაბაძი მაშინაც მძიმე იყო ეს და ძალიან ცუდი ფაქტი იყო სხვა რაღაცა მინდა კითხოთ ხელისუფლება აცხადებს რომ აი ლელოს ეხლა გამიზნული აქვს რომ ნაციონალური მოძრაობა გაწიოს და თავარი ოპოზიციური პარტია მოირგოს და უცხოეთიდან უნდა შემოიტანოს დიდძალი ფული. ასეთი განცხადებებიც მოგვისმენია. თქვენ რა განცდა გაქვთ? აი რატო მიდის მართლა გონია რომ თბილისი შეიძლება გამოსტაცოს ვინმეს? უცხოეთიდან რა თქმა უნდა ლელოს ფული. არ ვიცი. ლელოს ფულის მეტი რა გასულ წელს აქ რამდენიმე 100 მილიონი ნაშოვნი. უბრალოდ საქართველოში. მარტო თბილისის მოგება ნახეთ რამდენია. მისი რამდენი პროცენტი აქ იქიდან ხაზარაძეს და მიხვდებით რომ არანაირი უცხოეთიდან ფული შემოტანა ხაზარაძეს არ ჭირდება. ანუ თუ მართლა ბრძოლა უნდა უბრალოდ რასაც ის აკეთებს აი ეგ რა ბრძოლა არის უბრალოდ ანუ კაც მილიარდი კონდეს და ასე იბრძოდი როგორც შენი ბრძვი რომ შენ ციხეში მიდიხარ შენი გუნდის წევრები გაგინებენ შენი ტელევიზია რა ვიცი პრემია დაუგვიანე თუ რატო არ ვიცი მაგრამ ისიც კი არ გადმორთულა შენს რა ქვია დასაცავად ზიხარ ციხეში ამ სისულელეს უყურებ ხო და ანუ ფიქრობ რომ ეს არის ბრძოლა ეს რანაირი ტიპის ბრძოლა არის ანუ მე მართლა ვერ წარმომიდგენია ეს ანუ რა ტიპის ან როგორი აბსურდული შეთანხმებაა თუ შეთანხმებიც ხაზარაძე ციხეში ან რა დონის სულელი ხარ თუ ბრძოლა გადაწყვიტებ ბრძოლის ფარგლებში ციხეში მოხვდი და ასე იბრძოდი როგორც შენი ბრძვი ანუ თელი პრობლემა ხო ამაში მდგომარეობს ლელომ ხო სინამდვილეში მთლიანად დააპარალიზა ოპოზიციური ვერა ჩაკეტა ტელევიზიები თავისი იქ ქონდა რაღაცა ლელოს თათბირები ტარდებოდა და ის ხალხი ვინც თათბირებში ესწრებოდა ლელოს მხრიდან ახლა საერთოდ წასულია ლელოდან ანუ მსგავსი რაღაცა არასერიოზულობა
კონცერტთან ბრძოლის ფარგლებში რაცაც ლელო აქამდე აკეთებდა, რავი, მართლა ენციკლოპედიური შემთხვევა არის, უნდა წინებში უნდა შეიტანო და უნდა ნახეთ მადლობა იაგო. მართლა თამარ. მადლობა იაგო ხვიჩეს და ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია შემოგვერთა საგამშვიდობის სახათუნა, მადლობა რომ მოხვედით. გაირკვა ბოლოს და ბოლოს რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს სამი ოპოზიციური პარტია. მათ შორის ქართული ოცნება ჩვენ მთელი აი ამ თვეების განმავლობაში გვესმოდა ერთადერთი გირჩი საუბრობდა რომ აპირებდა ის არჩევნებში მონაწილეობას ის ორი პარტია რომლებმაც წინა არჩევნებშიც გადაალახეს ის ბარიერი სხვათა შორის არ აღიარებენ არჩევნებს და ამ ბარიერს აღიარებენ ხოლმე რომ გადაალახეს თვითონ და თქვენ როგორ უყურებთ აი რას აძლევს არა ქართულ ოცნებას არამედ ქვეყანას მათი არჩევნებში მონაწილეობის მიღება Ну, დავიწყოთ იმით, ვახო, რომ დღევანდელ სიტუაციაში, რომელიც მსოფლიოში არის და მსოფლიო პოლიტიკაში არის შექმნილი, ნამდვილად სრულებით არ მანაღვლებს პირადად მე ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა. ეს ყოველ შემთხვევაში ჩემ არჩევანზე არანაირ გავლენას არ მოახდენს, როგორც მოქალაქეზე. მეორე მინდა რომ შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ეს პროცესი გარკვეულწილად საინტერესო იყო და გამოავლინა ერთი ძალიან ნიშანდობლივი რამ, რომ ოპოზიციურ პარტიებს ერთი პატრონი, ანუ პატრონი, ვისაც ემონებიან, არ ყავთ. არსებობს სხვადასხვა პატრონები, შესაბამისად დაკვეთაც არის სრულიად სხვადასხვა. მათ რომ ყოლოდათ ერთი და იგივე, ვთქვათ, ვინც მართავს მათ, ისინი ალბათ მიიღებდნენ ერთიან გადაწყვეტილებას. ანუ თქვენ იმას ფიქრობთ, რომ უცხოეთიდან იმართებიან? რა თქმა უნდა, ეხლა მაგაზე ჯერ ერთი შევთანხმდეთ იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის აი ეს რაღაც თემების გააქტიურება, იქ დაძაბვა სიტუაციის, ლანძღვა გინება ერთმანეთში უკვე ფულიშოვნის ძალიან ისეთ პროფესიონალურ მხარეთ იქცა. ისინი ამას უკვე დიდი ხანია მიმართავენ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეთყობა უცხოეთიდან მართვის მხრივაც საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არის სხვადასხვა. არსებობს ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ აი ამ რაღაც ქუჩის აქციებით და აი ამ იდიოტობით რადიკალიზაცია არეულობა? ხო, აი ამ რაღაცა სრულიად აი რაღაცა პერფორმანსებით და სასაცილო რაღაცეებით თითქოს ისინი ჩამოშლიან ქვეყანას და ამაშიდებენ ფულს, იმიტომ რომ ჩვენ ეს ვნახეთ, რომ ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში გამეორდა, აზიის ქვეყნებში გამეორდა ანალოგიური ზუსტად იგივე რიტმებით, იგივე სცენარებით დადგმული ეს ისა და არის მართვის მეორე ჯგუფი უცხოეთში, რომელიც თვლის, რომ არჩევნების გზით მაინც ჯობია, ანუ სუფთა პოლიტიკური გზით ჯობია. ამის გაკეთება, თუმცა ჩემთვის აი ხა გაეროს წარმომადგენელმა თქვა საკმაოდ მაღალი რანგის და კარგმა ექსპერტმა, რომ ჩემთვისო წარმოუდგენელია, როდესაც პარლამენტში ხმების 40% გაქვს, ადგილების 40% გაქვს და შენ პრაქტიკულად არ შედიხარ და ამას არ იყენებო. ხვდები რას ნიშნავს, როცა ბევრი ხარ პარლამენტში და ხარ ოპოზიცია, ხო? ეს ნიშნავს, აი თუნდაც ელემენტარული რო ავიღოთ, მათ დღეს შეეძლოთ ყოფილიყვნენ აი იმ კომისიის წევრები. და იმ კომისიაზე თუნდაც თუ აქვთ რაიმე სიმართლე სათქმელი, იქ გაეჟღერებინათ და ეთქვათ, მაგრამ მათ ეს არ უნდათ. რაღაც ეტაპამდე ესე მიდიოდნენ და ეხლა თვითონ აი ამ არ ვიცი გინდა deep state-ი დავარქვათ და გინდა გლობალისტები და რაც გინდა და ჯანდაბა რაც უნდა დავარქვათ, გინდა რაღაც ეს ევროკავშირის მართული პოლიტიკოსთა ჯგუფი, ფაქტია რომ მათშიც არის ისინი ზორად არიან გაყოფილები და საქართველოს ოპოზიციურ სპექტრს, ესე ვთქვათ, სრულიად სხვადასხვა დირექტივებით მართავენ. ეს მათი პირადი საქმეა, რაც უნდათ ის უქნიათ, მე კიდევ ვიმეორებ. საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ჩვენი მყარი დამოკიდებულება და არჩევანი გაკეთებული. ეს ასე იყო ამ წლების მანძილზეც და ასე იქნება ოქტომბერში. ჩვენთვის არის რაღაც, რაც არის ძალიან მთავარი. დღეს ის სიტუაცია, რომელიც არის შექმნილი, იგივე აზერბაიჯან, ირან, თურქეთ, ეს გასაგებია, მაგრამ აი შეხედეთ ჩემი ქვეყანა, ვახო, მე მინდა ეს ძალიან კარგად გაუსვა ამას ხაზი რა და ძალიან მკვეთრად. ჩემი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას და დგავს ძალიან გონიერ ნაბიჯებს.
მას ურთიერთობები აი ამ ბოლო თეატრალიზებული, აი ამ რაღაცა ზანგეზურს თუ რაღაცას მორგებული, აი ამ პოლიტიკური იმიდან, რა ქვია, თამაშიდან მას ყველა მოთამაშესთან თავისი კარგი ურთიერთობა აქვს ჩამოყალიბებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის ცდილობს, რომ ამ ყველაფერში არ ჩაერიოს და ეს არის სუფთა ქართული პოლიტიკა. აბა რას ნიშნავდა მაშინ ამერიკის ელჩი, რომელიც ასრულებს პრაქტიკულად აქ მოღვაწეობას ერთ-ერთ მედია საშუალებაში, ხო? ისაუბრა იმაზე, გააკრიტიკა მაგალითად ქართული ოცნება, გამოხატა ვთქვათ განცხადება გააკეთა ასეთი, რომ ბიზინა ივანიშვილმა რომანი მიიღო, ამაზე წუხილი გამოხატა პრაქტიკულად. დღეს მოვისმინეთ ქართული ოცნების დეპუტატი. წუხილი იყო. ხო, ანუ მე რბილად ვამბობ. არა, ეს არ იყო წუხილი, ეს იყო არადიპლომატიური, უზრდელური განცხადება და ყოველგვარ საფუძველს გამოცვლილი, როდესაც მან თქვა, რომ ბიზინა ივანიშვილმა თავისი პირადი ინტერესები ქართველ ხალხზე ზემოთ დააყენა. რა უფლება აქვს, როცა ის ქართველი ხალხის სახელით საუბრობს და ვიზე საუბრობს ბიზინა ივანიშვილზე, რომელსაც 10-ჯერ მეტი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, ვიდრე მის სახელმწიფოს სხვათა შორის. აი ამ ერთ ადამიანს თავისი სამშობლოსთვის აქვს 10-ჯერ და 100-ჯერ უფრო მეტი გაკეთებული და მისი გონიერების, მისი ურთიერთობების, მისი დაწყობილია ესეთი გეგმაზომიერი პოლიტიკის შედეგია ის, რაც გვაქვს დღეს და დენი განს და მის წინამორბედებს ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვით იმაში, რომ ქვეყანა არეული იყო და დამდგარი ყვილიაო, ასე თქვა. რა, არეულობა არ უნდა და წინა ელჩი თითქოს აქ ომი უნდაო და ანუ ჩემ ქვეყანას. ნუ იცი რა არის, ჩვენს ხელისუფლებას აქვს ჩანაწერი, რამდენადაც ვიცი ეს არის ვიდეო და აუდიო ჩანაწერი და კეთილი ინებონ და გამოაქვეყნონ რა. როდესაც შენ ამ ტონალობაში გელაპარაკებიან, როდესაც შენს პრემიერ-მინისტრს და ჩვენის წერილი წაკითხული გვაქვს და ვიცით, რომ იქ გულის ტკივილის მეტი და სუვერენული სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ესეთი მოთხოვნების მეგობრული, აი სუფთა პარტნიორული მოთხოვნების მეტი იმ წერილში არაფერი არ იყო და ის კობახიძეს აბრალებს, რომ დაემუქრა ამერიკის შეერთებულ შტატებსო. ვახო, ხვდები ეს აი რა დონის მე არ მინდა ეხა ეს არადიპლომატი უნდა იყო. რა დონეზე უნდა იყო გამწარებული. იცი რა, მისი განცხადება, რომ ის გავიდა პენსიაში, მას შეეძლო თქვათ თუ კარგად ქონდა საქმე თავის სამშობლოში, ის რომ მიემგზავრება საქართველოდან და სადმე აგრძელებს, მაგრამ ის გაუშვეს პენსიაში, ხვდები? ეს არის ჩვეულებრივი გაბრაზებული ადამიანი, რომელმაც ვერ შეძლო თავისი პოზიციის დაფიქსირება ვერც ტრამპის მიმართ, ვერც ტრამპის გუნდის მიმართ, ვერც რესპუბლიკური პარტიის გარკვეული იდეოლოგიის თუ აი ამ ცვლილებების მიმართ, იყო იდიოტივით მთელი ეს პერიოდი და უბრალოდ მას უთხრეს, რომ წადი დაისვენე. და ბოლოს მოიქნია კუდი, ესე ვთქვათ და თავისივე კუდის გაგრძელებას თავისუფალ, რა ქვია იმას, რადიოს მიცა, რადიო თავისუფლებას მიცა აი ეს სრულიად გამომრიცხავი ისინი და საკმაო ბრალდებებით გაჯერებული რა. არ ვიცი, იცი რა არის. ეხლა ჩვენ არც ერთი ელჩი არ დაგვისჭია, თუმცა ფაქტები, თუნდაც აზერბაიჯანში, თუნდაც რა ვიცი, თურქეთი, სადაც გინდა აიღე, ამერიკის დიპლომატიის დაშის ძალიან ბევრი ყოფილა ამ წლების განმავლობაში, როდესაც ისინი ისჯებოდნენ თავიანთი აი ამ უგუნურებისთვის. არადიპლომატიურობისთვის. ჩვენ ეს არ გამოგვიყენებია, მაგრამ ნუ რა ვიცი, ალბათ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ პენსიაშია და რა გინდა რომ უქნა. გარდა ამისა, თქვათ, აი ხალბატონი სევდია საუბრობდა წერან, რომ ეს არჩევნები არ იქნება არანაირად ლეგიტიმური. მიიღებსო რომელიმე პარტია მონაწილეობას, არ მიიღებსო, ეს არის კანონგარეშეო ეს არჩევნებიო. ანუ თავარი საფუძველი იმისა, რომ თქვათ, ევროპას აცდა ქვეყანაო, წინა არჩევნები გაყავდაო და აზრი არ აქვს მიიღებო თუ ეს პარტიები. არ ვიცი ეს ხალბატონ სევდიას კითხეთ. ვახო, იცი რა არის, მე გუშინ დავწერე, რომ პოსტებს აღარ ვწერთ ხო. იმიტომ რომ ჩემთვის აი შეურაცხყოფელიც არის გარკვეულ ბოდვებზე იქ რაღაცეების პასუხის გაცემა ან კომენტარების გაკეთება. მე არიან ადამიანები, ვისაც უბრალოდ აინტერესებს რა, აი რა უნდა უთხრე ხა სევდია უგრეხელიძეს,
რომელიც ამბობს, რომ ესე იქნება თუ ისე იქნება, არალეგიტიმური იქნება ეს არჩევნები და ვის რაში აინტერესებს, რას ამბობს ევდია უგრეხელიძე მაპატიე რა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ემზადება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. ეს არის მზაობა საიმისოდ, რომ აი ეს არსებული ხელისუფლება ადგილობრივ მართლობებში კიდევ უფრო გააძლიეროს. იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ ეს დაიმსახურა. ჩვენ ვართ ურთულეს სიტუაციაში და რაღაცა ეს ყიჟინა, ეხლა მაპატიემ, მაგრამ სევდიას კბილაა, სალომე ზურაბიშვილი და ქალი დღემდე იძახის, გინდა თუ არა ლეგიტიმური ვარო და სალომე ზურაბიშვილი ხო არავის ჩამოუგდია იმიდან. ვადა გაუვიდა. ყავლი გაუვიდა და მაინც ამბობს რომ გინდა თუ არა ლეგიტიმური ვარ და ეს ვრცელდება მისი იმიდა. იცი რა ეს ხო მარტო აქ ხო არ არის ზელენსკის თემა. უკრაინა სერიოზულად ემზადება. იქ გასაგებია ომია. არა, ეხლა ომი არის და იმ საომარ მდგომარეობაში უამრავი დოკუმენტია და გადაწყვეტილება მისაღები, თუნდაც მოლაპარაკებების ფორმატი. და მათ არავინ არ უჯდება, მას არავინ არ უჯდება მოსალაპარაკებლად, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ეს კითხვა ეცი რატო დაგისვით მე თქვენ. აი ეს ლეგიტიმურობა. აი ახლა გასაგებია რომ იღებენ ეს პარტიები არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ის სერია ხო არ განმეორდება, რაც სხვა არჩევნებზე ვდახეთ, რომ აი გავა ლელო, გავა გახარია და მე ისევ დაიწყება რომ არჩევნები გაყალდა. ეს იმისთვის ხომ არ კეთდება ისევ. დაიწყო, ბახო. რა გინდა ახლა, რა უნდა გააკეთო? ადამიანებს კიდე აქვთ იმის საშუალება, რომ რაღაცა რესურსები მოიძიონ და იქ ვიღაცამ ფული იმასქნას და რაღაცა თავი ირჩინონ, ესე ვთქვათ და გაყიდონ სამშობლო. აქვთ ეს, მაგრამ მაგაც სამშობლოს არავინ არ გააყიდინებს რა. ეს ქვეყანა ვითარდება ნორმალურად. საქართველოს აქვს თავისი კონსტიტუცია. კონსტიტუციაში არის მუხლობრივად გაწერილი ინსტიტუციურად როგორი უნდა იყოს სახელმწიფო და რას ნიშნავს ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ხელისუფლების ლეგიტიმაცია. არც ერთი პუნქტი აქედან დარღვეული არ არის. ხმათა უმრავლესობით არჩეული, იქ ბიუჯეტი დამტკიცებული, პრემიერ-მინისტრი არჩეული, პრეზიდენტი არჩეული, პარლამენტის მიერ დამტკიცებული. ეს არის ის ინსტიტუციები, რომელიც ჩემი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას განსაზღვრავს. ეს ყველაფერი არის კანონის ფარგლებში. და აი, ამიხსენე, იცი რა არის უკვე აი რაღაცა იმაში გადიან რა, ასტრალში არიან გასულები, საკუთარი იდიოტიზმით, გამოუვალი მდგომარეობით. ხო და ეხლა მაპატიე, მაგრამ მე თქვი დავწერე კიდევაც, რომ ადრე რაღაცა დემენციური პოლიტიკა ტარდებოდა მსოფლიოში და ეხლა ცოტა აუტისტურია, იცი? რაღაცა არჯდება ამ საზღვრებში და ეხლა ჩვენ ამ ადამიანების ავადმყოფურ გადახრებს და თუნდაც სხვა ქვეყნების ლიდერების აი ამ აუტისტურ რაღაცა დემენციურ გადახრებს საქართველოს ვერ ვანაცვალებთ. რა მინდა იცით კითხო თქვენ თქვით რომ აი სხვადასხვა პატრონები ყავთო, მაგრამ თქვათ აი ვიღაცა ეუბნება რომ არჩევნებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა. რატომ უნდა ეუბნებოდეს და მართლა აი გახარია რომ უბრალოდ ხაზარაძე როცა ამბობს რომ თბილისი შეიძლება ბრძოლით გამოვტაცოთ ხელისუფლებას თქვენ გონიათ ეს მართლა ჯერა რომ შეიძლება ლელომ ქართულ ოცნებას მოუგოს თბილისი? არა. აბა რატო არის ეს ყველაფერი? იცი რატო რომ მან მიიღო ეს დაკვეთა? არის ძალები, რომლებიც თვლიან, რომ აი შეხედე რა, საქართველოში არ იმუშავა იმ მეთოდმა, რომელსაც უკვე რამდენი წელია ახორციელებენ. არეულობა თითქოს ისა იქ რაღაც მაშხალების სროლა დაძაბულობა ქუჩაში ტანტალი რაღაცის ყვირილი ეს არ მუშაობს. ამიტომ რაღაც არის შესაძლებელი. და აი ამ მართველებისგან, რომლებსაც ეს მარიონეტები ვითყავთ, ისინი მიხვდნენ რაღაც გარკვეული სხვა. ეხლა იცი როგორ არის? არის ბრიტანეთის გავლენის ქვეშ მყოფი, არის ამერიკის გავლენის ქვეშ მყოფი, არის იქ რაღაცა აი ამ გლობალისტური ძალების ქვეშ მყოფი და ერთ-ერთი მიმართულება და მე მაინც ვთვლი რომ ეს ბრიტანული არ არის. იმიტომ რომ ბრიტანელები აგრძელებენ აი ამ თავიანთი კოლონიზატორული მენტალობიდან შექმნილი პროექტების განხორციელებას დღესაც და ყველა მთავრდება ძალიან ცუდად რა. მათ შორის ასევე ცუდად დამთავრდება აზერბაიჯან, სომხეთ, თურქეთის აი ეს რაღაცა შეთქმულება, რომელიც არ ჯდება არანაირ
კანონებში, არც გეოპოლიტიკაში, არც გეოსტრატეგიაში და ამიტომ ის სუდად დამთავრდება. ანალოგიურად არის აი ამასთან დაკავშირებითაც რა. გარკვეული ნაწილი მიხვდა და ფიქრობს, რომ იქნებ სჯობდეს, რომ შევიდნენ და იქიდან იბრძოლონ და იქიდან რაღაცა გააკეთონ რა. ჩემთვის პირადად კიდევ ვიმეორებ, სულ ერთია. ვინ მიიღებს მონაწილეობას, ვინ არ მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი, დაახლოებით 2 მილიონი ქართველი, საქართველოს 18 წელს გადაცილებული მოქალაქე, ვინც ზუსტად ვიცით, რომ მივალთ და ქართულ ოცნებას მივცემთ ხმას. ბასტა, აი ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. დანარჩენი ოპოზიციას თავში ქვაუხლია, ესე ვთქვათ. გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა უნდა გადავუხადოთ ხათუნა ხოფერიას, შევხვდებით ოთხშაბათს ნახვამდის.